მაშასე მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას რეკლამის შემდეგ ჩვენ ვუბრუნდებით რასაკვირველია რადიო პალიტრის პირდაპირ ეთერს ვაგრძელებთ გადაცემა მკურნალს. მე გახლავართ გადაცემის წამყვანი თამთა ასათიანი, თქვენ პირდაპირ ეთერში გაქვთ შესაძლებლობა გვისმინოთ ტალღაზე FM 103.9, ამას გარდა სოციალური ქსელი აქტიურია და შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე, სადაც ძალიან მარტივად მოგძებნით და ლაივ რეჟიმში გვადევნებთ თვალს. ჩვენი საუბრის თემა დღეს გახლავთ სახსრების დაავადებები, მათი დიაგნოსტიკა და მართვა. ჩვენთან სტუმრად იმყოფება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რევმატოლოგი თამარ ფარცვანია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თამარ, განვაგრძოთ მოდით საუბარი და ამჯერად ხერხემლის ანთებით დაავადებებზე მინდა გკითხოთ, ზოგადად რამდენად ხშირია ეს პრობლემა და ვისაუბროთ მოდით იმ ჩივილებზე, რა ჩივილებითაც გამოვლინდება, როგორ ვადასტურებთ ამ შემთხვევაში და როგორ უნდა გამოვრიცხოთ თუნდაც ასევე აღნიშნული დაავადება. კი ბატონო. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მომართვიანობა აღნიშნული ჩივილებით ასევე საკმაოდ ხშირია. და რა ჩივილებია ეს არის ტკივილი წელის მიდამოში, კისრის მიდამოში, ზურგის მიდამოში, შებოჭილობის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა. აღნიშნული ჩივილებით ხვდებიან ჩვენთან პაციენტები და რატომღაც წინასწარ აქვთ ხოლმე დიაგნოზი, თვით გაცნობიერებული საკუთარ თავს დაუსვამენ ხოლმე წინასწარ დიაგნოზს, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ ოსტეოქონდროზთან და ყველაფერს ამ ოსტეოქონდროზის ჭრილში განიხილავენ, მაგრამ მინდა რომ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიო, ვინაიდან არის რევმატოლოგიური და ზოგადად რევმატოლოგია 200-მდე დაავადებას მოიცავს და ამ დაავადებების ჯგუფშია სწორედ ეს ხერხემლის ანთებითი დაავადებებიც, ანუ სპონდილოპათიები, ანთებითი სპონდილოპათიები, რომელიც შეიძლება თავის გენეზის მიხედვით რამდენიმე ჯგუფად დავყოთ, ასევე ყველაზე ხშირი რაც არის და ეს გამოსარიცხეს არის სერონეგატიური სპონდილოპათიები, სერონეგატიურ ჯგუფში შემავალი სპონდილოპათიები, იგივე ხერხემლის ანთებითი დაავადებები, მათ შორის არის რეაქტიული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი. ეს არის დაავადებები, რომლებიც აზიანებს როგორც ხერხემალს, ასევე პერიფერიულ სახსრებსაც. ხერხემალს რაც შეეხება, ხერხემლის ჩივილებიდან ყველაზე ესეთი გამოხატული ჩივილი ეს არის კისრის მიდამოში ტკივილი, გულმკერდის მიდამოში ტკივილი, წელის მიდამოში ტკივილი. ეს ტკივილი ხშირად ირადირებს, ანუ გადაეცემა კიდურებზე, როგორც ზემო კიდურზე, ასევე ქვემო კიდურზე. ტკივილს შეიძლება თანახლდეს, ასევე დაბუჟების შეგრძნება, წვის შეგრძნება, ანუ რაღაცა შეცვლილი ესეთი ნეიროპათიული ჩივილები. და სწორედ ეს ხდება მიზეზი მომართვიანობის კლინიკაში. გარდა ამ ჩივილებისა, ну, რა თქმა უნდა, იქ უკვე დამატებით ვერთვებით კლინიკურ ინსტრუმენტალური კვლევების საჭიროება ესეთ შემთხვევაში და ოქროს სტანდარტი ხერხემლის ანთებითი დაავადების დიაგნოსტიკისთვის სწორედ რომ მაგნიტორეზონანსული კვლევაა მიჩნეული. მაგნიტორეზონანსულ კვლევაზე ჩვენ დეტალურად ვნახულობთ არა მხოლოდ ამ ძლოვან ანუ ქსოვილს, არამედ მის ირგვლივ მყესიოგოვან აპარატს, რბილ ქსოვილს, ანუ შეფასება ხდება არა მხოლოდ ეს როგორც ესეთ სახსროვანი კომპონენტის, არამედ სახსრის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილების, რაც გვეხმარება ასევე ზუსტ დიაგნოსტიკაში. ხერხემლის ანთებითი დაავადებებიდან მაინც ყველაზე ესეთი რთული შედარებით ეს არის მაანკილოზებელი სპონდილიტი, რომელიც კვეთრად ზღუდავს ადამიანის მობილობას. ანუ არანამკურნალებ პაციენტებში თუ კი მიაყურადებს ესეთ ჩივილებს პაციენტი და ხშირ შემთხვევაში ეს ხდება, ანუ სანამ რაღაცა გარკვეულ სტადიამდე არ მიდის, რაღაცა თითქოს ან თვითონ მართავს ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით, ან კიდევ თითქოს ითმენს და არ ხდება დროული მიმართვიანობა სპეციალისტთან. და რას მივყავართ, ხო? სადამდე მივყავართ ამ პროცესს, ამ უგულებელყოფას, ამ ჩივილებს მივყავართ იქამდე, რომ პაციენტი შეიძლება იყოს შრომის უუნარო, ანუ უკვე შეუქცევადად ხდება ამ პროცესების განვითარება, ანუ ხშირ შემთხვევაში მყოლია პაციენტები სრული ანკილოზია, ანუ უკვე იქ სახსარზე საუბარი ზედმეტი სახსარი თითქმის არ არსებობს, შეუქცევადი პროცესია, იმას ფიზიკურად ვერანაირად ვეღარ დავეხმარებით. ანუ იქ უკვე ანთებითი პროცესი უკვე წლებია მიმდინარეობს ორგანიზმში, ესე პროგრესულად და შეუქცევადად. სამწუხაროდ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ესე ბოლოსკენ, ანუ რაღაცა უკვე თითქოს ჩვენი დახმარება იმდენად ეფექტური აღარ არის, მოგმართავს ხოლმე პაციენტი და სწორედ ეგ მინდა იყოს მაგალითი იმისა, რომ დროული ჩართულობა მოხდეს, დროულად აღმოაჩინონ ეს ჩივილები, რომ შემდეგ მიმართონ ექიმ სპეციალისტს, რათა თავიდან ავიცილოთ ის მოკლედ ინვალიდიზაცია როგორც მინიმუმ, რასაც შრომის უუნარობამდე მიყავს ადამიანი. კი ბატონო.
რევმატოიდული ართრიტი კიდევ ერთი თემა, რომელიც ხშირად აინტერესებთ ხოლმე და ჩვენთანაც არაერთი კითხვა შემოდის ამასთან დაკავშირებით და მოდით ვისაუბროთ მის სიმპტომებზეც, რა შეგიძლიათ გითხრათ და როგორ ხდება მისი ამოცნობა. რევმატოიდული ართრიტი, წაღანაც განუმარტო, ეს არის სისტემური დაავადება, აუტოიმუნური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ესეთი სიმპტომები, ამაგლა დილის შებოჭილობა, ხანგრძლივი შებოჭილობა, რომელიც გრძელდება 45 წუთზე მეტ ხანს, ტკივილი, შესიება სახსრის მანევრირების შეზღუდვა სახსრში, ამპლიტუდის მკვეთრი შემცირება. გარდა ამისა, რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს შინაგანი ორგანოების დაზიანებით, მაგალითად პერიკარდიტით, სასუნთქის სისტემის დაზიანებით. ანუ თვითონ ეს რევმატოიდული ართრიტი ძალიან პირდაპირ კავშირშია მაგალითად ელემენტარული, ყველაზე ესეთი ფაქიზი, ნატიფი მოძრაობების შესრულებასთან. ანუ შეიძლება ადამიანმა ელემენტარულად კარი ვერ გააღოს, ქილას თავსახური ვერ მოხსნას, თმა ვერ დაივარცხნოს, ანუ ფაქიზი მოძრაობის შეზღუდვა არის მაინც ესეთი საგანგაშო ჩივილი დაავადებისთვის და შესაბამისად ეს ხდება სიგნალი იმისთვის, რომ მიმართოს ექიმ რევმატოლოგს პაციენტმა. რომ მისი სწორი დიაგნოსტიკა, რა თქმა უნდა, იქ კლინიკური ინსტრუმენტალური კვლევების ჩატარება, იმუნოლოგიური ანალიზები. ვისაუბროთ ამ ხერხებზე, რაც დიაგნოსტიკის ხერხებია, ხო? ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დღეს დაისობით გვაქვს სრული მხარდაჭერა კლინიკური ლაბორატორიული კვლევების, ინსტრუმენტალური კვლევების, რასაც ჩვენ ვიყენებთ სისტემური დაავადებების დასადასტურებლად, წეგანაც ვახსენე, რომ ხერხემლის ანთებითი დაავადებისთვის ესეთი დიაგნოსტიკაში გამოიყენება მაგნიტორეზონანსული კვლევა, რაც ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. ჩვენს კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიაც გამოიყენება მაგნიტორეზონანსული კვლევა და ვასკულიტების შემთხვევაში კიდევ პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია, რომლის ფუფუნებაც არის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. მოკლედ ინსტრუმენტალური კვლევის სრული რესურსია, გარდა ამის არის ლაბორატორიული კვლევები, რაც ცოტა სპეციფიური კვლევებია, ანუ გამოიცავს რაღაც სისხლის საერთოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ არასპეციფიურ ანალიზებსაც, ისეთი როგორიც არის ხა სისხლის საერთო, რეაქტიული რევმატოიდული ფაქტორი. რატომღაც ეს ანალიზები პაციენტებისთვის ასოცირდება კონკრეტულად რევმატოლოგიური დაავადების არსებობასთან. თითქოს თუ აქ რევმატოიდული ფაქტორი დადებითი, პირდაპირ აკავშირებს, რომ მას აქვს რევმატიზმი მინიმუმ ან რევმატოიდული ართრიტი. და მინდა რომ აუხსნათ, განუმარტო, რომ ესე არ არის. რევმატოიდული ფაქტორის პოზიტიურობა არ დასტურებს რევმატოიდული ართრიტის არსებობას და არც გამორიცხავს მას. ეს არის საკმაოდ სენსიტიური ტესტი, რომელიც უბრალოდ ისე ასაკობრივ კონტინგენტში როს დავასკრინინგოთ პაციენტებს, ადამიანებს ჩავაბარებინოთ, მეტწილად იქნება მომატებული ყველა შემთხვევაში. ამიტომ რევმატოიდული ფაქტორის დადებითობა არ ნიშნავს. ამისთვის არის სწორედ სპეციფიური იმუნოლოგიური ანალიზები, რაც ასევე ტარდება ჩვენ კლინიკაში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, რომელიც დაადასტურებს სწორედ ან უარყოფს აღნიშნულ დაავადებას, რომელზეც გვაქვს ეჭვი. რამდენად მარტივია შემდეგ მართვა ამ პრობლემის, როგორ უნდა მართოთ აღნიშნული პრობლემა? მოგეხსენებათ, რომ აუტოიმუნური დაავადებების მართვა რო გითხრათ მარტივია, არ გამოვა მართებული, ვინაიდან მოიცავს ორგანოთა სისტემების ჩართულობას, სისტემური სიტყვა განაპირობებს და განმარტავს არს, ხო, ამ ყველაფრის, იმიტომ რომ როცა სისტემური დაავადება იქ არ ვმართავთ ჩვენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ სისტემას, იქ არის ჩართული გულსიცდახვრთა სისტემა, სასუნთქის სისტემა, შარდსასქესო სისტემა, ცენტრალური ნერვული სისტემა, კანი, სახსრები, ანუ ყველა სისტემა. ანუ გჭირდება კომპლექსური მართვა ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ექიმი რევმატოლოგის საჭიროებების მიხედვით განსაზღვრავს კონკრეტული სპეციალისტის ჩართულობას. მაგალითად, თუ სასუნთქის სისტემაა დაზიანებული, შეიძლება რაღაც პულმონოლოგის დახმარებაც დაგჭირდეს და ესე ანუ ეგ სიმპტომურად ხდება მართვა ამ ყველაფრის, მაგრამ გარდა ამისა, ძირითადი რაც არის ზოგადად აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობის პრინციპი, ეს არის გამოვიყენოთ, რასაც ჯგუფის მედიკამენტებს გამოვიყენებთ ჩვენ ეს სტეროიდებით, რითაც და განკურნება ზოგადად შესაძლებელია ამ დაავადების.
ავტოიმუნური დაავადებები მიეკუთვნება იმ დაავადებათა რიცხვს, რომელზეც ჯერჯერობით, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალში მექნება იმის ფუფუნება, რომ ვიტყვი განკურნებადია თქვა, ჯერჯერობით მიაზრება მიეკუთვნება ქრონიკულ დაავადებათა ნუსხას, რომლის განკურნება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, თუმცა განკურნების ტოლფასია ჩვენთვის ექიმებისთვის ის ფაქტი, რომ ჩვენ პაციენტისთვის ხანგრძლივ რემისიას ვაღწევთ, ანუ პაციენტის დაავადება იმყოფება რემისიის ფაზაში და რას ნიშნავს რემისია? ანუ სრულიად უსიმპტომო ჩივილების გარეშე პერიოდს, როცა პაციენტი არის ადაპტირებული სოციუმში, ყველანაირი ტკივილის გარეშე და შრომის უნარიანობის ხარისხი აქვს ძალიან მაღალი. კი ბატონო, და ასევე მინდა გკითხოთ იმ რეკომენდაციების შესახებ, რა რეკომენდაციები შეგიძლიათ გასცეთ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებში? დროული მიმართვიანობა ექიმ სპეციალისტთან, კონკრეტულ შემთხვევაში რევმატოლოგთან, ვინაიდან რევმატოიდული ართრიტი არის ჩვენი პროფილის დაავადება. დროული მიმართვიანობა, იმიტომ რომ დროული და ეფექტური ჩართულობა ექიმის მხრიდან ეს დროულად დიაგნოსტირება, ადეკვატური მკურნალობის გატარება, რა თქმა უნდა, გამოსავალზე, კეთილსაიმედო გამოსავალზე მეტყველებს. ის რომ დაავადების პროგრესირება არ მოხდება, ანუ მინიმუმ შენელება მოხდება ამ დაავადების პროგრესირების, რაც თავიდან აგვარიდებს იმ გართულებებს, იმ შეუქცევად გართულებებს, რასაც მივყავართ ამა თუ იმ დაავადების არადროული ან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში. კი ბატონო, ძალიან ბევრი ადამიანს დააინტერესებს ახლა თუ როგორ ხდება თქვენთან დაკავშირება, ჩაწერა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საუბარია ქირურგიის ეროვნულ ცენტრზე, რომლის შესახებაც ვისაუბრეთ და სწორედ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რევმატოლოგი ქალბატონი თამარ ფარცვანია იყო ჩვენი სტუმარი და ვთქვათ ნომერიც ხო 577 119 სწორედ ამ ნომერზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, დაჯავშნოთ ვიზიტი და მაქსიმალურად კომფორტულად გამოიკვლიოთ საკუთარი თავი. დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ნამდვილად ძალიან ამომწურავთ ვისაუბრეთ ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ინტერესი დავაკმაყოფილეთ და მადლობა წარმატებებს გისურვებთ. თამარ ფარცვანია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის რევმატოლოგი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღევანდელი გადაცემა ამით დავასრულოთ. შევხვდებით მომდევნო ოთხშაბათს. მადლობა.